მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო და მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. რუსთავი 2 და კომედი გრუპი ტრადიციულად წარმოადგენს ყურადღებას სახალხო და სახალისო შოუს გააცნია და მოიგე. ვისაც სურვილი აქვს აი აქ ამ წრეში იყოს სამ გზას უნდა მიმართოს. პირველი უნდა შევიდეს Facebook-ის გვერდზე გააცნია და მოიგე. მეორე უნდა მოვიდეს ჩვენს მისამართზე სანდრო ეუნის 5A და მესამე დარეკოს ტელეფონის ნომერზე, რომელიც აი ახლა გაჩნდა თქვენს ტელეეკრანზე. ავიწყოთ დღევანდელი ჩვენი შოუ და ჩვენი კომისიის წევრები არიან ნიკოლოზ არაბიძე და თათია სულუაშვილი. გთხოვთ? უმკაცრესი კომისია. უმკაცრესი კომისია მოვიდა. გიждები რომ გეძახით კომისიის წევრებსა? ჟიური მომბეს და აბა კომისიის წევრები ხართ. მკაცრები. თუ არა? კი, როგორ არა კაცო. მე არ მიჭირს ზოგადად ეს. ეგ ზოგადად თავისი ცხოვრებაზე თქვა. მე არ მიჭირს ზოგადად. ყველაფერი ბევრი მაქვს, კარგად მაქვს ყველაფერი. აქ როგორ ხარ, აქ მითხარ, გაცემ დღეს თუ არა? კი, ყოველთვის, როგორც ყოველთვის. შენ ვიცი, შენ ვიცი. 1000 ლარიანი. შენ ყოველთვის ვიცი, რომ 1000 ლარიანი საფრთხე. შენო? თუ დღევანდელი გაწერა და ჩაწერა ბოდიში. გაწერა. დღევანდელი გაწერა. მე მგონი ცოტა გაიწელება. რატო ვით? ნუ შესაბამისად ეს თუ გასცემს, შენ არ გასცემ. და ეს ყველაფერი გახდება 1000 საათიანი. თავარია იუმორი იყოს, მეგობრებო. თავარი არის იუმორი იყოს. დაიკავეს თქვენი ულამაზესი ადგილები. მე ჩემს ადგილს დავიკავებ. ერთი აპლოდისმენტები სისილოუს. შევიხედოთ ნიკოლოზ სეიფში რა ხდება. არს რამე შიგნით. ნახოთ აბა. წესით სავსეა როგორც ყოველთვის. პაჭკები. პაჭკა, დასტა დევს, ხო? კი. თავარი არის. ყველა პირობა არის იმისათვის, რომ დავიწყოთ. მაშ რაღა გვიშლის ხელს, მხოლოდ ჩემი ტლიკინით. დავიწყოთ. პირველი მონაწილე ლაშა ავსაჯანიშვილი. აპლოდისმენტები. გამოვიდა კაცი. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ახარ? კარგად. ჩვენც კარგად. საიდან გამოგვეცხადი აქ? თბილისიდან, განათლებას მეცადინეობა და ტვინის ჭყლეტა წიგნებზე. გიყვარს სწავლა თუ არა, მაინც და მაინც. ისე რა. ისე რა. ნუ ზოგიერთი საგნები გიყვარს, ზოგიერთი არა. ბავშვის პოლიტიკაში რო ჩართული ხედავ. რაიმე რატო 9 წლის ასაკში. 9 წლის ასაკში ასე გათვითცნობიერებული ბავშვი პოლიტიკაში. ასე შეეხო 9 წლის პოლიტიკა. ხო. საძულველი საქმიანობაც გადასარევი აქვს. ჩემ კლასში ჯდომა და მასწავლებლების მოსმენა. აჰა, გიწევს. რომელ კლასში ხარ? მეხუთეში. მეხუთეში. კაისად გადახვალ მე-6-ში. თუ ჭიანად იქნები. თავარი აქ კონდეს ახლა კარგი ხუმრობები და მოიგო ბევრი. რა მოგვიზადი აბა დღეისთვის? ბევრი ხუმრობ. დავიწყოთ? შესავალი მინდა. თუ შეგენაცვალე, გამოვშ შესავალი. მანიშნე მე. ეხლა მინდა გაჩვენოთ რა ხმებს გამოვცემ მაგიდასთან, როცა დედაჩემს მოაქვს ცხელი ხინკალი. ჩავრთო? ჩავთე. დე, შია. ოხ, მოვიდა. ვახ. ჩემ დაუნებურად წამომწდა. მე მომშივდა. ისე გემრიელად მიირთვა ხინკალი, მე მომშივდა, თათიას გაეცინა. წავიდეთ მე ლაშასთან. 50 ლარი შენ. ხოდა რომ მომშივდა რა გამაცინებს? რა გაგაცინებს? გავაგზავნოთ. 3, 2, 1. შოტლანდიელ მეხანძრეებს დიდი ხანძრისას ღირსება დაეწვათ. ზღარბების სურათის გადაღებისას ერთმანეთს არ ეხუტებიან. ქართულმა სასამართლომ ფულის გამყალბებლები გირაოს სანაცვლოდ გამოუშვა. სიტუაცია საქართველოში. კარები იკეტება, შემდეგი გაჩაება, გათხოვება. მთელი ზაფხული მაცივრის კარებს ვავარჯიშებდი და იმ დღეს დავდექი და სასწორზე დავდექი და ასე მითხრა სამაგიოდ ძალიან საყვაელი ხარო. გოგოებო, ერთი ნახვის შეყვაებით ვისაც არ გჯერათ, მეორედ ჩამოგივლით, მესამედ, მეოთხედ, ჯანდაბას მეხუთედ. მინდა მივმართო ჩემ შეყვარებულს. ვაი, შენ უჭკუო თავს რა უთხარი, თორე მე რა შესაყვარებელი ვიყავი. ყოველთვის გამოჩნდება მეგობარი, რომელიც ფოტოს გაგიფუჭებთ. მაპატიეთ, ჩემო მეგობრებო. დრაკულა ქართველებთან მაგრად დათვრა და პახმელიაზე კაინი յուრის ხაში ჩაცეცხლა. სიტუაცია საავადმყოფოში, ექიმი. ეს ხაზები და ტალღები უეწელი რაღაცას ნიშნავს. ნიკოლოზ გაგეგინა. 53 წამი. ერთი თხოვნა მაქვს ბატონო ალექსანდრე თქვენთან.
ო გაიგე. ლაშა, ხო. ლაშა, მონათესავი სახელებია. ცოტა ეს რო გიჭირავს ხელში პლანშეტი, ძალიან სახეზე ნუეფერებ, რომ სახის მიმიკა დავინახო შენგენაც ვარ. ეს ხო უნდა მექნება, მეტი არაფერი. მეც ჩავა. 100 ლარი გაქვს. მე თხოვნა არა, მე მექნება მაინც ესეთი გაფრთხილება. შვილივით. 100 ლარი გაქვს. ხორცები რო გიყვარს ჩემნაირად. ერთი კალათი გელოდება აქ, უგემრიელესი იბერიას ხორცები. 100 ლარის ხინკალიც ბევრია. 100 ლარის ხინკალიც ხო არ დაფიქსდებოდი. 200-ზე თამაშობ. 200-ზე თამაშობ. მეტი არ უნდა. იცის რისთვისაც არის მოსული, რა უნდა უთხრა. გავაგზავნე. დავიწყოთ. 3 2 1 სიტუაცია სასამართლოში. ადვოკატი. მუხლები არ ვიცი მე, მაგრამ დედას ფიცავართ, მართლები ვართ. დამნაშავე. ბატონო მოსამართლე, სხვა ადვოკატი მინდა. სვენმა ოქროს თევზი დაიჭია და ზმნა აუღლებინა. ელტონ ჯონს ძალიან მოეწონა სადღეგრძელო, ვიც გიძმოს და დობა გაგიწიოსო. იგორ სარყის მისგან ღვიძლი ისე გაუდიდა ჰულა-ჰუპის დატრიალებაში ხელს უშლიდა. ქართულ კინოსივრცეში პირველად გამოიყენეს სპეცეფექტი, თუმცა გზაზე დამონტაჟებული ვიდეოთვალი ცხადყოფს, რომ ცხენი შუაზე მოტოციკლებმა გააპო. უპატრონო ბავშვთა სახლში ბიძინა ივანიშვილმა მშიერ ბავშვებს ანეკდოტი მოუყვა. ბავშვები მიხვდნენ, რომ შიმშილზე საშინელებაც არსებობს. ჩვილ ბავშვს იმდენი გაზები დაუგროვ და ბაქო ჯეიხანს მიუერთეს. უთავო მხედარს ზონდის გადაყვლაპვა საერთოდ არ უჭირს. ჯულიეტა ვაშაყმაძე კლასელების შეკრებაზე მუხათგერდის სასაფლაოზე ადის. მტრედებმა, რომლებმაც ქიმიური ქარხნის წინ საკენკი-აკენკეს კამაზი დაადნეს. პარლამენტში ისეთი სიჩუმეა, ლომის ღრიალი ისმის. კრეატიულმა პატარა ბიჭუნამ მატრიოშკა ბაზარში მდგომ ბაჯის აჩუქა. მარგველაშვილმა ოქროს თევზი დაიჭია და პრეზიდენტობას თხოვა. პამელა ანდერსონმა მანქანა აერბაგების გარეშე იყიდა. აფრიკელ მორბენალ ხუსეინ ბოლტს მარტო ლარის კურსი გაექცა. გაიხსნა სილამაზის სალონი. გამოვიყენეთ დამატებითი 10 წამიანი ღილაკიც კი, მაგრამ ვერაფერიც ვერ გავაღიმეთ. ჩემო ლაშა. ცოტა სუსტი ხუმრობები ქონდა ლაშა. ცოტა სუსტი ხუმრობები იყო. ამბობდი როგორი 100 ლარი იყო, როგორი 100 ლარი იყო, ტკიცინა ლამაზი, მაგრამ არა უშავს. ჰეი? სამაგიეროთ? აი ეს გემრიელობები. აი ეს სავსე კალათი ხორცს პროდუქტები. იბერიას ნაწარმი, აი ეს შენ ჩემო კარგო დატკბი. შეგერგოს და ეს აპლოდისმენტებით შენ. გავაცილოთ ლაშა. ძალიან კარგი გადაცემა, ხიარული. გირჩევთ მოხვიდეთ. და რა მოიგეთ. სამწუხაროდ სისულოუნის ეიფი. ვერ გავხსენით ჯერჯერობით. სამწუხაროდ. ყველაფერი წინ არის, ჩემო მეგობრებო, ყველაფერი წინ არის. დუეტი. გივი პაპავა და თემო ნიკაბაძე. აპლოდისმენტები. სალამი ბიჭებს, სალამი. მანსანკანი აქ არის. თავად მანსანკანი. ძალიან აცნობი სახეები. გაიხარეთ. ქორწილში ვიქნებით სადმე შენახებრი. ანჩხუბში. ძალიან საინტერესო გიცნობთ, ასე რომ ვთქვათ. მაინც გადავხედოთ ანკეტას. გივი და თემო. კი ბატონო. თემო და გივი, ვამბობ თემოს, გულისხმობ გივის, ვამბობ გივის და ასე შემდეგ. ხონი და მძანდებით კუნძული ხონი, ასე კუნძული რატო? გარიყულია ყველასგან და ყველაფრისგან ხო და მოგხედეთ ნიშნავს ამას. რამდენიმე ამოიკითხე. იმედია ეს ჩვენი ხმა და კუნძულში ყურადღება. ნუ სტუდენტები მძანდებით. რა შეცვლიდი საქართველოში ხაშურს? რას გადაეკიდეთ ამ ხაშურს? ხაშურს რატო? რა ვიცი, კიდე რა აქვს საინტერესო? ნუ გივისი მესმის, რომელიც ყოველთან ფრინველთან გაიგივებდი, თქვენ თავს ოფობთ. ნუ რაღაცით ვარცხილობით მაინც. ხო და კოდალა რატო თემო? რა ვიცი. პირველი რაც გაგახსენდა. დავწერე პირველი. მოდი იყოს კოდალა. რაც არის. კაი, რა ვიცი, ზოგადად ვიცი რომ ძალიან საინტერესო მხიარული ადამიანები ხართ და იმედია დღესაც ასეთი დღე გვექნება. კი, შევეცდებით. გავიწყოთ. დავიწყოთ თათიეს ხომ არ ვიყავთ სეიფის კარი უნდა გავაღო და გამოუშვა ლარები. თქვენ როგორ შეგაწუხებთ? თქვენ მითხარით, თქვენ გაიღიმეთ ერთი და მე გავაღებ. დავიწყოთ, ნახოთ სეიფი რამდენჯერ გაიღება, რა თანხაზე გაიღება და ასე შემდეგ. შესავალი გვინდა ბიჭო? არა, პირდაპირ წარმატებები. 3 2 1
ქუთაისელი 3D ფილმის ყურების შემდეგ. თემუ, ხო, მიშველე ძმობას გაბიცებ რა? რა იყო? გონია რემბო დავჭერი ეგეთ მომსდევენ, ბიჭო, მთელი ფილმი მომსდევს. მოდი ვნახოთ ქართველი სუპერმენი მისდევს თვითფრინავს. კაკუ. მოდი ვნახოთ დიმა ობოლაძე პანაშვიძე. გილოცა დროას დაესარით. ნიკოლოზ გაგეგინა. მოდი შირობა მე. ჩვენ გვაპატიეთ. 50 ლარი. თქვენ ვაგზელეთ. ვაგზელე. 3 2 1 მინიატურა მეფე და ვეზირი. დიდო მეფეო! რა ხდება ჩემო ვეზირო? შენი ძმაკაცი აგერ მოსული გამოდი ნარდივი თამაშობ. ომით ეიწყო, შეუპატროლა გამოეცი რა. მოდი ვნახოთ მინიატურა პანაშვიძე. მადლობთ. შემდეგი მინიატურა დურგალი პედიკუშასთან. გამარჯობათ. გამარჯობა. აი, მაგრამ ფერო თითები არა. აქ არის მომხანი ერთი. მოდი ვნახოთ ძალიან მოხერხებული მარშრუტის მძღოლი. აბა ქუთაისი 15 წუთში. აბა ქუთაისი 15 წუთში. ქუთაისი 15 წუთში. აბა ჭიატურა 15 წუთში, ჭიატურა. ნიკოლოზ გაგეგიმა. ნიკოლოზ გაგეგიმა და 100 ლარი თქვენია ბიჭებო. ვაგზელებთ? ვაგზელებთ. 3 2 1 ძალიან მოხერხებული ჯიბის ქურდი. საგემეპარა ასე უცეს. მოდი ვნახოთ ელექტრიკი ხდება მეგობარს. ბაროგივია. მოდი ვნახოთ მანქანის გაყიდვა ჩერნობილში. რა ვახარ, გენაცვალე, რა შვები? გავიცი. რა ხდება შენსგენ? კარგად დავარ, შენ რა შობს ავი, ნელა, გენაცვალე. გამიხარდა რო გნახე მე, გამიხარდა. აძმავე საჩე მანქანად, რა ვიცი ახლა თუ გაგიხარდება. მოდი ვნახოთ ქართველ ფეხბურთელმა მოატყვა ლიონელ მესი. კარგი იყო. მოგრად ბიჭებო 200 ლარი თქვენია. და შეკითხვა 56 წამი იყო თუ არ ვწდები სადღაც მან ვიყავით 200 ლარი გვაქვს სოფელში ხო და დავფიქრდეთ ხო გლადიატორებს რო ამხნევებდნენ აი ესე ამხნევებენ ბიჭებს ხო შევწყვეტავ გეწყინა მეც 200 ლარზე შევწყვიტოთ? დამაწვაჭო. გავაგზელოთ აბა, ცოდო. კარგი, გავაგზელე. არა, მე არ დამიჯეროთ, კაცო, მე არ. გავაგზელოთ? ვაგზელებთ ანუ? აი, ეხლა გვეტყვია. კარგი, გავაგზელოთ. გავაგზელოთ. წარმატებები ბიჭებო, მთელი გულით ხომაგობთ. 3 2 1 ლიონელ მესი მოატყვა ქართველმა ფეხბურთელმა. მოდი, მესი, მოდი. მოდი ვნახოთ ქართული საშინელებათა ფილმი. ვაიმე გული დედა. გივი რა უნდა გითხო? ქორწინებამდე სექსის რა აზრის ხარ? ქორწინებამდე კი არა, ახლა იმნაირ დღეში ვარ, შენ გამასწარე, აქედან თუ არა? მოდი ვნახოთ ძალიან მორცხვი შეყვარებულები. აუ ქნათ რა, გეხოცებ. ქნათ რა, მეც ხო კაცი ვარ, მეც ხო მინდა რაღაცა ქნათ რა. აუ არა რა. ერთხელ ასე ორჯერ. მაშინ ორჯერ ქნათ. ერთი, ორი. მოდი ვნახოთ მინიატურა ძალიან ღარიბი ცოლქმარი. აუ, ნასკი გამხადე, ქალო. სადა გაქვს ნასკი, შესაცოდაო. უთხოვნა და თან. გაგეგინა. 400 ლარიც გვაქვს და შეკითხვა გავთამამდით თუ არა? გავთამამდით თუ არა? აბა, გავთამამდით? აბა, ვნახოთ თუ გავთამამდით. არ ვიცი. ცლადაც ნუ გავთამამდები თუ არის ესეთი ფრაზა, მაგრამ
მორცხვებიც ნუ იქნებითო თქვენს ბერძნებმა. რა ვიცი, გადაწყვიტეთ. მე მინდა რომ 1000 ლარი არ მოვიდეთ. ვიცი. არ მინდა რომ დაკარგოთ ხუმრობები 400 უნდა ლარი. გქონდეთ 1000 ლარზე. ამაზე კარგი ბევრად. ო, შევწყვეტ და შევწყვეტ და მოდი დავუმოძები ხანჯერ. ამ ეტაპზე. ანუ შევწყვიტოთ. კი ბატონო. არა, კარგია. მაშინ გავაღოთ სისილოვნის სეიფი და გადავწეთ გავუშვათ კიცი 5 ნილი ნასვარიანები. 400 ლარი ჩემო ნიკოლოს. პარა პარა პამ პარა პამ პარა პამ პამ პარა პარა პამ პარა პამ პარა პამ პამ პარარარარამ პარა თავის ვერსია არ ჩართო არ მოიცი. შენი ვერ მიიღო. კავერებს არ უსვენ. ასიანები გაწყობ თუ არა? 20-იანები იყოს, 20-იანები იყოს. როგორ იყო? 200-200-ზე თუ 100-300-ზე. 350 მე. 300-ზე. მოკლედ 400 გჭირდებოდა, ხო? ხო. აგერა და სამშაბათამდე, სამშაბათს ჩაგვასწრებთ. მაგრამ ზდე დე აი თქვენ კიდევ მეგობრებო უგემრიელესი ხორც პროდუქტები ივერიასაგან ეს თქვენ აპლოდისმენტები თქვენ და მადლობა რომ კარგად. ძალიან კარგი გადაცემა არის. მართლაც მოვედით და მოვიგეთ 400 ლარი კონყოფილები ვართ და ყველას ვუჩვენებთ რომ მოდით გააცინეთ და წაიღეთ თუ. აი ასე უგემრიელესი ხორც პროდუქტები მეგობრებო უგემრიელესი კომპანია ივერიასაგან შეჭამე ბიჭები ხა და რაო ჩავხედოთ გავაგზელოთ თუ რამეს კითხულობ ნიკოლოზ არა გავაგზელოთ კაც მე საინტერესო თუ ყურებდი და მე ხო არ არის თქვი გავაგზელოთ მაშინ თქვენის ნებართვით შემდეგი მონაწილე საბა ლომიძე აპლოდისმენტები გამარჯობა. გამარჯობა საბა, ძალიან ენერგიულად შემოვიდა საბა და იმედია ხუმრობებიც ასეთი ექნება. თბილისელია საბა. გაგიკვირდება და სწავლობს. საქართველოში ყველაფერი შესაძლებელიაო? აბსოლუტურად. ამ საღამოს რასაკეთებს შევესწიოთ სულ ყველა ერთად. საყვარელი მეც ძალიან. საყვარელი პოლიტიკოსი ირმე ინაშვილი. მოდი აქა. მოდი აქა. მოდი აქა. აი, თათი აკეთებს სხვათა შორის ამას. და მეცადინეობა არ გვიყვარს. მოკლედ ეს სკოლის მოსწავლეები რას ფიქრობენ მე არ ვიცი. არავის ეს მეცადინეობა არ უყვარს. არც მე მიყვარდა ნიკოლოზ თავის დროს. მაგრამ მე მოუმატე. არც მე არ მომატე. განამართლა არ დაიჯეროთ ისწავლეთ ის. რა გაქვს მომზადებული აბა საბა გვითხარი სხარტულები? ნახავთ. ნახოთ. აი არ გამხელს. არ გამხელს. აბა მიდი საბა. აბა რა ვიცი. დავიწყო. შეუტიოთ. შეუტიოთ. საბა შესავალი თუ ჩავრთო პირდაპირ. ჩავრთოთ. 3 2 1 გამარჯობათ, მე მოგიყვებით აქ რატომ მოვედი. მან სანკანელს უნდა ოდესაში წასვლა. დამიწერეს სცენარი და გამაბითურეს. ანჯერეს სიტყვა საიდან მოიტანეს გაბითურება. ჩემთვის ვიყავი მოვიდნენ, სცენარი მომიტანეს, თავზე იარაღი დამადეს, მარეპეტიციას მეტყველება დამიხვეწეს, ჩემს იმიჯზე იმუშავეს. იწვალეს, ინერვიულეს, რომ კარგი გამოსულიყო და რატომ იცით? იმისთვის რომ იქ ჩავიდნენ და თქვან, ძევუშკა მიის სოლნიჩნი გორად ტბილისიო. თავი 70-იანი წლების ამერიკაში მგონია, თითქოს ფერატკანიანი ვიყო. ერთ დღეს გავიღვიძებ და გაიღვიძებს ჩემში გმირი და ყველას ვისაც აქ სცენარს უწერენ განვათავისუფლებ. აქ სულ ესე ხდება, მონაწილეს რომ მეკითხებიან აგრძელებ თამაშს, დარბაში იყურება, რა ვქნაო და შენი თუ ერწყვეთ ბიჭო? 400-ზე გავჩერდი, ანუ? კაი. მოკლედ ეხა ეს ბიჭები თავის წარმოსახვით ნიკოლოზ გაეგიმა ნიკოლოზ და 50 ლარი შენია. ვაგზელებ. გავაგზავნე. შეუტია რა. შეუტია. 3 2 1 მოკლედ ეხლა ის ბიჭები თავისი წარმოსახვით თვითფრინავში ავიდნენ, დასხნენ, მივიდა სტივარდესა. ქეჩოში მოკიდა ხელი და ჩაგდება ცდილობს. მივცეთ რა შანსი რომ წავიდნენ. ის მაინც არ გინდათ რომ უცხოეთში კიდევ ერთ ადგილას მიეწეროს ტრაკი? იქიდან გამომდინარე რომ უკრაინა ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, ვინც ეს სცენარი დამიწერა, ბევრი მანდარინი მაჭამა, ბოტკინი ამკიდა გამაყვითლა, მერე ცემა და დამალურჯა, მერე ეკვადორის დროშას რომ არ დამსგავსებულიყავი, თავი ბორდილზე მარწყავინეს, დაზგაზე გამაშალაშინეს და ერთ-ერთში ადამიანურმა თვისებამ გაიღვიძა. დამაყენა ვიდეო გადამიღო და მათქმევინა რომ სოფლიოში მშვიდობა უნდა იყოს და არა ძალადობა.
სტატუსები და კომენტარები ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეს სოციალური ქსელი Facebook-ი რომ ყოფილიყო. რიაი ილია ჭავჭავაძე, რა მოვიდა ჩატში მოდით რა. ხო, მართალია ხალხო, როგორ შეიძლება, შვინო, როგორ შეიძლება, ხა? შემინეწია მამა ჩემო და შემინეწია მამა ჩემო. დამავადებულე ხალო, დამავადებულე. რა ყოჩაღად გადავიდა? სამგლიშო ფული უცებ. 64 წამი გამოვიყენეთ. გადასვლა იყო მაგარი. ოკეი, ფაქტიურად აი ყოჩა. გადმომიტრია. 100 ლარი გაქვს. და უნდა გითხრა რომ 64 წამი იყო, ვეღარ გამოვიყენებთ დამახმარების ღილაკს, ასე რომ აფიქსდი, კარგად დაფიქსდი. თან ფურცლებით გიცვიდება საბა? ვაგზელებ. დარწმუნებული ხარ. გავაგზავნოთ. 3 2 1 პატარა სიმღერა მაქვს საბავშვო. კატა ამბობს მიაუ მიაუ, ძაღლი ამბობს გაფ გაფ, თაგვი ამბობს ისა, ცრუპ ცრუპ, ჩაინიკა ამბობს. ორზომორი მიუმატოდ, რამდენია თარხან, არ დაიბნე თარხან, რახან. ფრაზები, რომელიც პირადად არასდროს გამიგონია, მაგრამ მაგრად მიყვარს. პურის ქარხნის არხზე გადართე. შოკს ხელწყალში თუ ჩააგდებ, ჭიები გამოდიან. მაგათ რა ენაღვლება კიტოვანის საყვარლის კორპუსში ცხოვრობენ. მასწავლებელმა იგივე დაგვიტოვა. შამფური სად არის? ლიფტიდან კაცია გამოსაყვანი. რა 1 ლიტრა 2 ლიტრაშიც მშვენივრად იხსნება იუპი და ზუკო. ნიკა არაბიძეს ეკითხებიან, რომელი საათიაო? პარარარამ. აფშილავას. რომელი საათია? აუ, არ ვიცი, მე წამოვედი კომედიიდან. ალეკო მალხაზიშვილი. Sorry, what time is it? Passions. There is 60 seconds already. როგორ მინდოდა რომ ცოტა წინ წასულიყავი, მაგრამ დრო გაგვექცა, ჩემო პატარა მეგობარო. რა სიტყვის კომისია? კომისია რა სიტყვის? რა ვიცი, ალბათ თქვენ მეგობარ მანსანკანელებს უფრო უკეთესი ხუმრობები უნდა დაეწერათ ჩემო საბა თქვენთვის. რაც შეეხება თვითონ საბას, ძალიან ცოცხალი და ენერგიული მოზარდია და ყველაფერი კარგად გამოსდის, მაგრამ ჩემი აზრით უკეთესი ხუმრობები იყო საჭირო და წაგვიკითხავდა, ჩვენამდე მოიტანდა, მაგრამ არა უშავს. სამაგიეროდ უსაჩუქროდ არ დავტოვებ. ოქროს კაც და აი ეს გემრიელობები შენ კომპანია ივერიაქ ჩუქნის აი ამ კალაც. დატყვი ჩემო. აპლოდისმენტები შენ. ძალიან კარგი გადაცემა და ყველა მოდით და ყველა მიიღეთ მონაწილე. რაღაცა ხდება. ვერ გავხსენით სისილოუნის სეიფი. ვერ გავხსენით. სხვათა შორის კომპანია სისილოუნს სიახლე აქვს, გაახდა მობაილ აპლიკაცია iOS-ისათვის და Android-ისათვის, გადმოწერეთ და ონლაინ აკონტროლეთ თქვენი სესხი, ჩემო კარგებო. გავაგრძელოთ? იქნებ გავხსნათ სეიფი ოდესმე. აბა მიდი, აბა. მაშ ასე. შემდეგი მონაწილე. გიორგი სულაქველიძე, აპლოდისმენტები. სამი. ესტაფონიდან. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. რატო საბედნიეროდ? ასე ძახ, ჩემი ზესტაფონი. ჩემი ვირეზე. ჩემი ზესტაფონი. ესტაფო მიზაწყალი აგეს, გვერდი, თერჯოლა, თელიამა. მაგრამ სამაგიეროდ დიდი პლუსი გაქვს, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობ. მუშაობ ტელეკომპანია ობიექტივში მაყურებლად. კარგია. დასაქმებულიც ხარ. კარგია. ხალხი მუშაობს ზე. საქართველოში არაფერი არ არის შესასვლელიო? ყველაფერი კარგად არის? თვითონ რა ენაღლება, სწავლობს, დასაქმებულია? აქეთ აღარ კაი აქვს. სილაშ თამაში არ მიყვარსო? სილაშ თამაში. ეს იზღება სილაშ თამაშიო. რა ვიცი. ძალიან კარგი. დავიწყოთ ალბათ. აბა. მოვისმინოთ. მზად ხარ გიორგი, დავიწყოთ. გიორგი, შესავალი თუ ჩავთო? ჩავთო. წარმატებები? მოკითხები რამე ხوار გინეთ, გადაცემა. არა. გამე გასაყიდი ხარ ველაპარაკე ყველა. რა ვიცი. იციან თუ რამე გასაყიდია გავუშ. 3 2 1 დაბნეული მეხანძრე ცეცხლმოკიდებულ სახში შევარდა, გამოვარდა და დაზარალებული მერე გადაარჩინა. გოგი თოფაძეს მხოლოდ 2 ნაკლი აქვს, თუ დანარჩენს 74-ს არ ჩავთვლით. ხარაგაულის თეატრი ისეთი სარემონტოა ძილისწინო, ოტელებს ლოცულობს და დეზდემონაც. ტორპედოს ყველა თამაში
ოცულობ ზემოა. ყველა. კარგია. ოტელოს როზე და რეჟისორი. კარგია 50 ლარი. გაქვს ვაგრძელებთ. 3 2 1 ტორპედო ყველა თამაშს ნიჩიას ითამაშებს თუ თამაშს მე-4 წუთზე შევწყვიტავთ. წარწერა ელპიტე ზერაგიას კარზე, მარი მიყვარხარ. ფარცხანაკანებთან ახლოს გაიხსნა მაკდონალდსი, ნუ იქვე 1-80 კილომეტრში. სოსო ჯაჭვლიან სიბრძნის კბილი ჩაუვიდა. ქართველების გადაღებულ პორნოფილმში ბოსს კლავენ. სუგდით ჩინაპოვნი ბოთლიდან ჯინი და 3 ტოლვილი ამოიყვანეს. პიანისტი თეთრკანიანებს და შავკანიანებს ურტყავდა და შემთხვევით მელოდია აწყო. ტელეკომპანია რიონის თანამშრომლებს ვალის გამო თავის ჩამოხრჩობა უნდოდა, მაგრამ თოკი კუში ღირს, მაო. ბიძინა ივანიშვილმა 200 ლარიანი იპოვნა, მაგრამ არა იღო, რა იცი, ვის ეკიდა ხელი. როდესაც სუმოისტების ნაკრები საზღვარგარეთ ნიკოლას გაეცინა. ესეც 100 ლარი. თვალსა და ხევს 100 ლარი. გავაგრძელოთ. ხო? დიახ. 3 2 1 როდესაც სუმოისტების ნაკრები საზღვარგარეთ მიდის თვითმფრინავის სათითაოდ ემსახურებად. ყაჩაღებმა ქართული ენის მასწავლებლის სახლი გაძარცვეს და იქედან უგუნური ავაზაკები გამოვიდნენ. მე-12 საუკუნეში, როდესაც მონღოლები ფეხბურთს აგებდნენ, თავს შემდეგნაირად იმშვიდებდნენ. რას იზავ, თავი მრგვალიაო. კაცი, რომელიც პორნოებს ხშირად უყურებდა, ფეოლა ჩართო და იმასაც სწრაფსრაფად ახვევდა. ძალიან უიღბლო კაცს გასაბერი ქალი შეეტენა. წლის ყველაზე მახინჯი ადამიანის ჩემპიონატში გამარჯვებული მონაწილეობას სახლიდან იღებდა. ქუთაისელ ანიმატორს სამსახურში სოლიდურად აცვია. ქმარი ეჭვებში ჩავარდა მაშინ, როდესაც კარზე გაკუნის შემდეგ სოლმა კარადაში დამალვა თხოვა. მარი მერაბკაშიას კონცერტზე ბილეთზე უარი მხოლოდ იმიტომ თქვა, რომ საჩუქრად მეორეც მოყვებოდა. ვარკეთილელი საცხოვრებლად წყალტუბოში ნიკოლას გაგეღიმა ნიკოლას გაგეღიმა. იყო აქ რაღაც. იყო, მეორე კარ მე რაღაცეებზე ძალიან ვიცინე. 200 ლარი შენია. მამცნე, რას ვაკეთებ? ვაგრძელებთ. 3 2 1 ვარკეთილელი საცხოვრებლად წყალტუბოში გადავიდა, არა, ქალაქი მაინც სხვაო რა. თამუნა ვაშალომიძეს აჭარაზე თუ ჩაურიცხავ ჩაიცმევს. არა შენდას კორპუსის პრარაბი 10 წელია უკვე 52 წლისაა. ქერანინის შეყვარებული იქამდე ატყუებდა, რომ დარტს ეთამაშებოდა სანამ მუცელი არ გაებერა. გამოუცდელ ტაქსის ერთი დიპლომი აქვს და გოგონები მამკოდაზე აყავს. გურანდა გაბუნიამ ოქროს თევზი დაიჭირა და დააჯერა, რომ უბრალოდ ღორჯო იყო და არაფერი მეტი. არ გეგონოთ, რომ შემეშალა უბრალოდ ლეკვი მყავს მუცელში და დებილმა კაცმა ყველაფრის ნულიდან დაწყება გადაწყვიტა და 2 დღეა ზიგოტაა. მევლუდმელაძე თავის პირად ძღოლს ატარებს. 50 წლის შინაბერა ქალი უცხო მამაკაც ჩემოდნის სახლში მიტანაში დაეხმარა. თბილისელი ლეიტენანტი იმერეთში გადაიყვანეს და ახლა უკვე იგი უმფროსი ლეიტენანტია. კარგია. 400 ლარი. ერთხელ გითხარი, 100 ჯერ გითხარ, თუ 15 ჯერ გითხარ. კარგია. წვეთ? რასიზარ, კაი, არა. არა, მამა მიყვირებს სახში. მამა მიყვირებს სახში. ძალიან რამე ისე არ დაგვრჩა, რომ წავიკითხოთ? არა. გიორგი კარგი ბიჭია, კარგი ხუმრობები ქონდა, ბევრი რაღაც სასაცილო ხუმრობები იყო. შეძლე ყვი ყავს მუცელში თუ რატო გადაგებარდა. მივცეთ თუ არ მივცეთ? ნა. ეწყინება რო არ მივცეთ, მე რო წავ. გჭირდება ძალიან. მე არა, მამას ჭირდება. მაშინ უნდა მივცეთ, მამას გჭირდება. რას არ გააკეთებ შობლის. მარტო ფულით არ გაგიშებს ესე, შენ ჩემო, კარგო კომპანია იბერია, ჩუქის კალათა სავსე გემრიელობებით და ხორცბოლობებით. ესე შენ აპლოდისმენტები შენ და მადლობა. ძალიან კარგი გადაცემაა. პირველ რიგში მადლობა მინდა მოუხადო სისილოუნს, ივერიას და რა თქმა უნდა რუსთავიოს. მოვიკითხავ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს, განსაკუთრებით კი ბექა თოლორდავას. ჩაბარებულია თავანი ზვა. ესე რა.
ესე რა. შვენიერი ბიჭი. გავაღეთ ეს შვენიერი, კარგი ბიჭი, შვენიერი ბიჭი მომზადებული, გააზრებული, მოიგო წავიდა. კი ბატონო, გადავიდეთ დღეისათვის ბოლო მონაწილეზე. ნახოთ კიდევ ერთხელ თუ გაიხსნება სეიფი. სანდრო გძელიშვილი, აპლოდისმენტები. სალამი სანდრო, სალამი. გამარჯობა. სანდროთი მოგმარდოთ თუ ალექსანდრე? სანდრო, ძალიან კარგი სახელია. სხვათა შორის გეპეიში სწავლობ. დიახ. თბილისელი ბრძანდები. დიახ. ფიქრი გიყვარს. დიახ, ძალიან. იქნება საქმიანობა. შეიძლება. თუ განათლება საქმიანობა, ეს. უსაქმურობა. განათლება თუ ოღონდ საქმიანობა. დროებით. მუდმივად არა. საყვარელი პოლიტიკოსი ნიკა მგელია. ეს სხვა არის ალბათ. კარგი, რა მოგვიმზადე აბა დღეისათვის? თავიდან ერთ საინტერესო ფაქტს ვიტყვი ძალიან და შემდეგ ბიატლონები. აჰა, ანუ ეს ფაქტებით ვიწყებთ. ცხოვრებისეული კურიოზი. ნუ რა კარგია, როგორ მიყვარს. დავიწყოთ? დიახ. დავიწყოთ. შესავალი არ მგონია გვინდა. შეგვიძლია დავიწყოთ. წარმატებები 3 2 1. ეხლა თათია, შენ კი გეცოდინება და ვინც არის ის იმათვეუბნები, რომ ნიკა არაბიძე ჩაკ ნორისის ქართული ვარიანტია. ესე იგი, ეს რას ნიშნავს? მაგალითად, ჩაკ ნორისი ყველა მითით სადამდე ითვლის ბოლომდე. ჩაკ ნორისი რამდენად იმანიას აკეთებს ყველას. ნიკა არაბიძე თავს სადამდე ატრიალებს ბოლომდე. რამდენი ანეკდოტი იცის ყველა. გოგონა, რომელიც ანატომიის გაკვეთილებს აცდენ და 15 თვის ორსული იყო და ვერ იგებდა. გპ-ში ვარდზე მეტი ეკლები აქვთ. ძალიან მეწყინა, რომ ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი დაშორდნენ ერთმანეთს. გაბზდება ეხა საწყალი. მოლარის სალარო აპარატი გაუფუჭდა და უფროსო არ გაიგო 6 თვე თვითონ წრიპინებდა. ბობ მარლი იმდენი ხნის დაუბანელი იყო სახლში შპალერს თავით აკრავდა. სომეხმა ცხენმა. აგერემა ნიკოლო 50 წლიანი. შენია? ვაგზელებ. რო წარმოიდგინეს. 3 2 1. სომეხმა ცხენმა თუ ვიგო დანახა 9 რახს და ირტყამს. ტორპედოს ფეხბურთელს გოლის მერე მაისურის გახდა სურდა, მაგრამ არ გამოდიოდა ეხა რა პონტია ტრიბუნაზე გოჩია სოლი იჯდა. სომეხმა არტურამ რამწეველი მზეაო და ოფლი მოიწმინდა. ძალიან ზრდილობიანი ადამიანი დაძინებისას საკუთარ თავს ბოდიშს უხდის და ხვალამდე ემშვიდობება. ქუთაისელმა Wi-Fi-ზე ლევი გაჭიმა. ჭორი კანაკალმა, რომელიც ერთი თვე ოთახში გამოკეტეს, თავის თავზე 1000 სისულელე მოიგონა. ვაკელის ღარბი ძილის წინ ეკლებს იხევს. მომავალმა დედამთილმა თავი დაიზღვია და გპ-იშნიკ სარძლოს აცრა გაუკეთა, სოფიანი არ იყოსო. მალბოროს პრომო გოგონა გასუქთა და ეხლა უკვე ელემის პრომო გოგონაა. ჩერნობილელმა გოგონამ ერთდროულად 4 ხალხს გაგერიმამ. გასილარი გვაქვს და ავფიქსდეთ. ერთხელაც. ერთხელაც. კარგი, 3 2 ესე იტყვიან და მე მეორეთაც და რატომაც თუ კარგად წავიდა, რატომაც არა. 3 2 1. ჩერნობილელმა გოგონამ ერთდროულად 4 ქალიშვილობა დაკარგა. ნეკროფილის შვილიშვილი ბები ისპანაშვიძე არ შეუშვეს. ბიძინა ივანიშვილის ჩიტმა თბილი ქვეყნების დედაცო და ბუდეში კარმა დააყენა. ჩინელი ზოოფილი ძაღლს არ ჭამს. ბები აჩემს და ბაბუ აჩემს 2 წელია სექსი სტაჟისა და დამსახურების გამო აქვთ. გულწრფელ ტაქსისტს 9 კლასის განათლება აქვს. ქუთაისელ ხელოსანს სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს და 2 წუთში მორჩები ძამი არა მაი პრობლემაა. თუ არ მომცემ ფანდურს, ამოგარტყავ პანგურს. კოტე ყუბანეიშვილი. ყომარბას აბიტურიენტს ეროვნულებზე 3 ვეფხისტყაოსანი მივიდა და იმის მაგრით რომ დაეწერა გაჭრა. გარდაცვლილი ისეთი სიმპათიური იყო, მარტო ტანი დაასაფლავეს. აი. ჩემს მაკაც იმხელა ხელი აქვს, ტაქს ბეჭზე ხელის დარტყმით აჩერებს. დრო ამოიწურა. სამწუხაროდ დრო ამოიწურა, ღილაკი არ გამოვიყენეთ. რა ვიცი, რა სიტყვის იური. სანდრო, კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ ხუმრობები ძალიან სუსტი ქონდა. ნუ იყო რაღაცეები, თუმცა ჩემი აზრით უფრო ძლიერი ხუმრობები და რა ვიცი, მე ესე ვფიქრობ. არა უშო, სამაგერად უსაჩუქროთ ამ კაცს, არ გაუშვებთ. აი ეს კალათი, სავსე გებრიელობებით, ხორცეულობებით
იბერიასგან შეჩემო. კარგო და ეს აპლოდისმენტები ჩემ. მადლობა რომ გასულა. მადლობა. კარგი გადაცემა, გააცინე და მოიგე სამწუხაროდ მეც ავაგე, ნერვიულობა შემიშალა ხელი ზამი. მოდით გააცინეთ და მოიგე. ჯამ. დავიწყო? თუ ხალბატონ თათი თქვენ დაიწყებთ. რა ვიცი, დღევანდელ თამაშს და მონაწილეებს ზოგადად შევაფასებდი ცოტა სუსტად. ცოტა სუსტი ხუმრობები იყო. ნუ ერთადერთი გამოვარჩევდი დუეტს და გიორგი სულაქველიძეს, რომელსაც შედარებით უკეთესი ხუმრობები ჰქონდათ ამ ადამიანებს და დანარჩეს, ნუ რა ვიცი, მეტნაკლებად. გავაგრძელებ ხო ხალბატონ თათია თუ გნებავთ კი ბატონო მე არაფრით არ შემიძლია არ დავეთანხმო თათიას რომ დღეს ველოდი უკეთესი გადაცემა იქნებოდა მე გიორგის გამოვარჩევდი რაც შეეხება გივის და თემოს ძალიან კარგი ბიჭები არიან მე ვიცნობ ამ ადამიანებს და ვისურვებდი რომ უკეთესები ყოფილიყვნენ დღეს თუმცა ცუდი არ იყო მაგრამ უკეთესი შეიძლება და რაღაცები მოსმენილიც ჰქონდა გაცილებით უკეთესი შეიძლება და ხუმრობები და რა ვიცი ალბათ ამ იანვრის ბრალია ცოტა გადატვირთული გრაფიკი რო ქონდა ყველას შეიძლება ცოტა მოდუნდა საზოგადოება არ შეიძლება მაგრამ იმედია რომ მომავალში ყველაფერი უკეთესად იქნება მე მაინც დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა ადამიანს ვინც მოიგო თუ ვერ მოიგო და რა ვიცი დიდი მადლობა ყველა სტუდიაში დამსწრე საზოგადოებას ჩვენს ტელემაყურებელს შენ გიორგი თათიას მეც და რა ვიცი ყველა ერაფერს ვეღარ დავამატებ აი ამ მადლობებს დავამატებ იმას რომ ისევ აქ ისევ ერთ კვირაში შევხვდები და მე წარმატებებს გისურვებ დროებით